ესაც ასე მოვედით აეროპორტში, შემდეგ გაფრენით რომ მოვიდა და როგორც უკვე მიხვდით და გაიგეთ, მივფრინავთ პირდაპირ პორტუგალიაში, სადაც დაგვპატიჟა ტრანსპორტერმა და ძალიან საინტერესო თავგადასავალი გველის წინ, რადგან 2025 წლის CF-ის ახალი მოდელები უნდა გავტესტოთ, სხვადასხვა მდგომარეობაში, სხვადასხვა გზებზე, სხვადასხვა მოდელები და მოკლედ ამ ყველაფერს გაგიზიარებთ. წავედით მოკლედ წინ საინტერესო 3 დღე გველის. შეგახსენებთ, რომ პირველად ვარ პორტუგალიაში და იგრძნობა ზღვისპირა სინესტე ჰაერის, თუმცა ტემპერატურა არის 17-18 გრადუსი, ძალიან თბილა. ნახოთ, როგორი გამოსტელებია იქნება ოფროუდზე. ასე ვთქვათ, ბაგებით და კვადრებით სიარული, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან მომწონს საქაურობა. იმიტომ რომ იდეალური ამინდია, იდეალური ტემპერატურა არის. მაგრამ ეხა სასწრაფოდ უნდა ჩავლაგდეთ, გადავიცვათ CF Motos ბრენდირებული საჩუქრები და გავეშურეთ launch event-ზე. აი ესეთი ბრენდირებული ჩანთით დაგხვდა ბევრი საინტერესო რამ. მათ შორის CF Motos ზედა, საროჭკა და დანარჩენი საჩუქრები. CF Motos ათლეტები, სტიკერები, ფანიდელი ნომერი, ბეჯი, რომელიც დაგჭირდება დღესაც, ხვალად ზეგაც და სულ. საროჭკა გვაქვს. ძალიან ძერსკი. ერთადერთი ცუდი ამ ყველაფერს აქ ის რომ ყველას ესეცმევა დღეს საღამოს, იმიტომ რომ ყველას მედიას და არა მარტო მედიას საჩუქრად დაურიგეს ესენი. შემოვედით სასტუმროში, სადაც დაგეგმელია რამდენიმე წუთში ივენთის დასაწყისი, შემდეგ ვახშამი იქნება, იქით ხარეს. ნახეთ რამდენი ადამიანია. როგორ გითხრათ რომ ვართ პორტუგალიაში, ისე რომ არ გითხრათ რომ ვართ პორტუგალიაში. აი პორტუგალია არის ესეთი კლდეებით და სხვასთან შეერთებული ულამაზესი ხედებით ცნობილი და სასტუმროდან პირდაპირ აი ესეთი ულამაზესი ღრმული და კლდეები გვაქვს. სერგი, ვინები არიან ეხლა აქ შეკრებილი ეს ამდენი ხალხი, შრიამული და ერთი ამბავი რო არის? აქ არის ესე იგი CF Motos მთელი მსოფლიო და CF Motos დისტრიბუტორები და მათ შორის კონტენტ კრეატორები, პრაქტიკულად შენი კოლეგები მთელი მსოფლიოდან. გავიცნობთ იმედია. გაიცნობ საინტერესო ადამიანებს კი და ეს არის რა, მოკლედ CF Motos ერთი თვის წინ მილიონ ETH-ზე მეტი გაყიდა წარმოიდგინეთ. ევროპაში. წარმოიდგინეთ და ამიტომაც არის პირველ ადგილზე გაყიდვებით ამ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებებში რა. შემოვედით ივენთის ტერიტორიაზე, სადაც ნახავთ უამრავ ადამიანს, ეკრანს, სადაც მალე პრეზენტაცია დაიწყება და რაც ყველაზე მთავარია, 2025 წლის მოდელებს, ბაგს, კვადროს და უტილიტარულ ბაგს, რომელთანაც ჯერჯერობით ახლოს ვერ მივდივართ, მაგრამ შეგვიძლია ვცადოთ. ამასობაში ახალი მოდელი დაიდროქა, რომელიც სტრიტია რეალურად და ძალიან ლამაზად გამოიყურება ეს ორივე ბაიკი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიის, დახოქა სერგი მეგრევე Z1000. ეკა, როგორც ვიცი, ეს ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი და ცნობილი მოდელია, ხო? ეს ერთ-ერთი უახლესი მოდელია 25 წლის. რადიკალური ცვლილება აქვს თავის, ასე ვთქვათ, Z-Force მოდელებში, განსხვავებულია რადიკალურად თავისი ვიზუალით, დაკიდების სისტემით, ანუ მთლიანად შეცვალეს მთელი კონცეფცია, აიღეს და გაიყვანეს რაღაც თავისი მაქსიმალური შედეგებისკენ. კი, და გზაში არის საქართველოსკენ, როგორც ვიცი, რამდენიმე. ტრანსპორტერი შეკვეთილი ყავს, კი. ფანტასტიკა არის. ნახე რა შეიძლება მაგარი. ხვალე ამ ყველაფერს უფრო კარგად გავტესტავთ, მეგობრებო. ვივლით კიდეს, მაგრამ ეხლა მოდი ჩავსხდეთ. ვაუ. ხო არ გადაო, ანუ მომავალში ვზივარ. Cool. ვაუ. ეკრანი ნახე. ეს არის ჩავაქრობ ეხლა, იმიტომ რომ გამონაბოლქვია, მაგრამ ძალიან მაგარია. ერთი სული მაგ როდის გათენდება? ერთი სული მაგ. დილიშვილი საათი მეგობრებო და მივემართებით ავტობუსებისკენ, სადაც ახლა ჩავსხდებით და უკვე გადავიწევით, ესე ვთქვათ, off-road ზონისკენ. აქ არის დაახლოებით 30 ადამიანი ჩვენთან ერთად მედია და დანომრილები ვართ, ესე და გვექნება ყველა ტრანსპორტის გამოსვლის საშუალება
კონკრეტული საათების განმავლობაში. მე ყველაზე მეტად მაინტერესებს და მომწონს ბაგი Z10, რომლის გატესტვას ძალიან მინდა, იმიტომ რომ ამ ბაგს აქვს ძალიან ბევრი იმის გარდა რაღაც ტექნიკური მონაცემები აქვს დამატებული, ფუნქციონალი აქვს დამატებული, Fox-ის ამორტიზატორებზე არის უმაგრესი გამშვები აქვს, უმაგრესი ვიზუალი აქვს, აი რო შეხედავ ფარებიც კი ისეთი ახალი და თანამედროვე აქვს, რომ მოკლედ ძალიან მაგარია და ძალიან მაინტერესებს სიარულში. პლუსარეკლამო ვიდეოში როგორც ჩანს, ამორტიზაცია, კატახტომა, ასე შემდეგ არ უჭირს. ნახოთ, როგორი შესაძლებლობა იქნება, რამდენად გაწურვის შესაძლებლობა იქნება დღეს, მაგრამ მაგარი ის არის, რომ ეს ბაგები Z10-იც და 1000-იანი კვადროციკლით გზაში არის და მალე საქართველოშიც იქნება ტრანსპორტერში და როგორც unboxing-ს გადავიღებთ და შემოგთავაზებთ, ისე თუ ქალაქში სადმე დამინახეთ Z10-ით რაღაცა შუა იმაზე ვაჟაზე არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს, აი ძალიან მაგარია. მოვედით ალგარვეს საერთაშორისო ავტოდრომზე, რომელიც არის ქალაქის ხელა, მეგობრებო, აი ძალიან დიდი ტერიტორიაა. ჩვენი გასვლის დრო მოვიდა, ჩვენს ავტობუსში ჩავსხდებით და გადავალთ უშუალოდ off-road ტრეკზე. ესეც ასე მოვედით ადგილას, სადაც ყავა გვაქვს დასთავარია, მაგრამ ჩვენი დღევანდელი სატესტო მოდელები პირდაპირ მივიდეთ. Z10, რომლითაც ვეცდები რომ დავიწყო, მაგრამ ეს არის ჩემი ფავორიტი ამ სიაში. ეს არის 4 ადგილიანი მოდელი Z10-ის. კვადროები იქით დავინახე და ასევე უტილიტარული ბაგები, აი იქითაც არის. ეგ არის, დავლაგდებით, ეხლა მოვეწყობით, დავრეგისტრირდებით, გავიყოფით ჯგუფებად და პატარა ტრეკი მეგონა ფოტოზე რო ნახე, მაგრამ არც ისე პატარაა, ვეცდები დრონითაც გადავიღოთ და ყველაფერი გაგიზიაროთ. ჯორჯი ედვარდ please მეორე ჯგუფი ვართ მეგობრებო. ნაწილდებით და არ ვიცი მეორე ჯგუფს რომელი ტრანსპორტის მართვა მოუწევს პირველი. მაგრამ ეს მინდა, Z10 მინდა. Z10 მინდა. ვიხელთებ დროს და ვიტყვი მადლობას ტრანსპორტერის მიმართულებით, რომ პირველ რიგში გავახსენდი მე რაღაცა ექსტრემალური რაღაცეების მოყვარული ადამიანი და მეორე რიგში რომ წამოგვიყვანა და ამ გამოცდილებას ვჩუქნის, იმიტომ რომ ძალიან მევასება იცით ალბათ ექსტრემალური აქტივობები. არ ვიცი, სნოუბორდი, პარაშუტი, მოტო, ბაგი, მანქანა, ტრეკი, რა ყველაფერი რაც კი ექსტრემალს უკავშირდება. ამიტომ ცოტა ხანში ეგეც იქნება. Z10 მოდული ვართ, არა ჩვენ ვიწყებთ, Z10-ით ვიწყებთ. всё, ეგ არის. დაწყების დრო მოვიდა, მეგობრებო, ესეც ჩვენი ბაგი და ის გადაგჩენია, რომ თავგადასავალი გახსნილად გამოვაცხადოთ. წავიდა. პირველ რიგში შევაფასოთ Hypercar-ის დიზაინი. რაფაქვა უმარტივესად. მოსალოდნელი ხმასავით ნამდვილად არ არის, საკმაოდ დაბალი ხმა არის, არაშემაწუხებელი და წავედით. Oh shit. ეხლა ვართ low gear-ზე, ანუ დაბალ ფიჩქარეებზე გვაქვს gear-ი. აი აღება ესეთი ქონია. და ეხლა 45 გრადუსიანი აღმართი 4-ზე გადავრთეთ და წავიდა. გადავრთოთ high gear-ზე. წავიდა ტალახი. ეს მომწონს. ეგ არის. პირველ მატრემ კარგად ჩაიარა. ეხლა გუკას გადავსვამ და უკვე მე შევბერავ ერთხელ მარტო და გარედან გადავიღებ. აკვანელებთ, რადგან მარშლებით განან. და ეგ არის. აბა, ასორებს. მე მგონი, უნდა ვთხოვოთ, რომ ერთი ესეთი
ტრანსპორტერში შეგვიფუთონ. რა სიტყვით? არა. მივაყენოთ, მივაპარკინგოთ, ჩავაქროთ და ეგ არის. საჩვენო მანქანა არის უეჭველი რა. ნახეთ რა მაგარია. ეგ არის ყველაფერი გადასარევად არის იმის გარდა რომ მაგარი ტალახიანები ვართ რა. მაგარი არა, მაგრამ ცოტა გავიწუწეთ რა წინ შუშა მოვხსენით, მაგრამ ძალიან მაგარი იყო. რა ვიცი, ისეთი დახრის კუთხეზე ადგილიდან ავედი, ანუ სიჩქარის გარეშე ადგილიდან ავედი, რომ არ ვიცი, მეტი არ შეიძლება რა. არის ულამაზესი, ჩემი შეყვარებულია და ამით ვივლი სამსახურში, ქალაქში, ყველგან ვივლიდი. ესეც ასე ახლა მოვიდა ATV-ს, ანუ 1000-იანი კვადროს დრო, ყველაფერი მზად არის, კამერა დაყენებულია, დრონი მზად არის და ეგ არის. აბა წავედით. არა რა. კვადრო ბევრად უფრო ისეთია ფიზიკურ მომზადებას, ძალას, სიმხნეობას მოითხოვს რა. ეხა იქ ჩაჯდები, ციული, უფრო ტვინით მუშაობ მე მგონი რა და ნუ ფიზიკურად ძალიან ოდნავ და კვადროზე გჭირდება ძალა, გამძლეობა, ყველაფერი რაც ფიზიკურობასთან არის დაკავშირებული. ამიტომ ეგრე მარტივიც არ არის როგორც ზიათით გადაადგილება. მაგრამ თურმე რა მაგარი ყოფილა, აქამდე რატო არ ვიყავი კვადროზე საინტერესებული არ ვიცი. ვაა, ძალიან ასწორებს რა. მე თუ დაარეგულირე იქ თითი. მე მგონია რომ რაღაცა იქ გაზის მექანიზმი ცოტა სხვა არის მოსაფიქრებელი ამ კვადროებზე რა. აი დიდი შანსია რომ დაგიჭიროს რა. როცა დახტიხარ, მაგრამ რა მაგარია. შეგახსენებთ რომ ესენი არის 1000-იანი მოდელები, ძალიან ექსტრემალურია, მაგრად ასწორებს. გარედან არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ იქ რო ხარ მაგარი. ეხლა კი უტილიტარული ახალი ელექტრო ბაგის დრო არის და მაგის ბრიფინგს გავდივართ. It's the most relaxed one. ესეც ასე დაიწყო ჩვენი ყველაზე მშვიდი ტური დღევანდელ ტურებში, იმიტომ რომ ეს არის არა სიჩქარე, არა აქსელერატორი, არა ხმაური, არა სიჩქარე ამ შემთხვევაში. უფრო მშვიდი ტიპია, არის უტილიტარული ტიპი. ანუ დამატებით შეგიძლია დააყენოთ კარებები, აქ შუშა, უკან კიდე მეორე სართულიანი სატვირთო და შიგნით შეგიძლიათ, არ ვიცი, ხმა ჩართოთ, მუსიკა რაღაცა და იმუშაოთ შვიდად წყნარად. გუშინ სარეკლამო ვიდეოები ვნახეთ, როცა წარადგინეს. საკმაოდ მაგარი ტიპია, სიამოვნებით ვიყოლიებდი, რომ მქონდეს დიდი ეზო, დიდი სახლი, მეურნეობა, ან რაიმე კონკრეტული ისეთ კომპანიაში მუშაობდე, ან მქონდეს კომპანია, სადაც რაღაცების გადატანაა საჭირო, რადგან უკან შემიძლია შეგახედოთ, აქვს პატარა საბარგული, რომელიც იწევა, ესე აწევდა გადადის და ასევე შეგიძლია რაღაცები ჩააბა. ვიწრო გასასვლელში გავიარეთ, რა მაგარია. აქ ქვიანი ადგილი იყო და ამიტომ მოგვიწია დიფერენციალის დაბლოკვა და ამოვიარეთ თავისუფლად. მაგარია. ანუ ძალიან შვიდი, წყნარი, უჩაფხუტო, უყოლაფრო. That's it. ეგ არის სულ. აჰა. ძალიან პრაქტიკული და ისეთი საყვარელი ტიპია, რომელიც სახში უნდა გეგდოს რა. შეგახსენებთ, რომ ტრანსპორტერში ეს მოდელიც იქნება ალბათ ხელმისაწვდომი და შემდეგ ვიდეოებშიც იხილავთ. ამასობაში გრუპ ფოტოს დრო მოვიდა, მეგობრებო. დავლაგდით, ფლაგდებით. 3, 2, 1 და გრუპ ფოტო. საქართველოს გაუმარჯოს. ესეც ასე. ეხლა მოვედით ლანჩზე, მაგრად გშია, იმიტომ რომ დილით ჭამა ვერ მოვასწარი. სანამ ლანჩზე შევალთ, Red Bull გჭირდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ენერგიას ხარჯავს და დავხარჯავს დღეს. დაგვიმარჯოს. აი, მიყვარს ხოლმე ისეთი გასვლები, რომელიც უბრალოდ მოგზაურობა
კი არ არის და მხოლოდ სიარული. არამედ არის რაღაცა ფიზიკური დატვირთვა, ექსტრემალური გამოცდილებები. Hi. და ასე შემდეგ. Thank you. Wow, ესეც ლანჩი მეგობრებო. ავარჩიოთ აბა ადგილი. ჩემი ფავორიტი თევზეული. Wow, რა სამბობ. გამაგარი კერძები გვაქვს ხალხო ნახეთ. ეს აქ დავდოთ. და სხვათა შორის გზაში აღნიშნავდით რა. ტაიმინგი აქვს სასწაული. ანუ რო იტყვიან რომ იცი რა 11-ზე უნდა გავდიოდეთ, მე რო გავდივარ, სადაც შეხედავ მართლა 11-ია. ანუ მაგრა გეგმავენ ძალიან. ესეც მეორე დღე. დღეს არის დისტრიბუტორების, ანუ დილერების დღე სატესტო რეჟიმში. ჩაუტარდათ ასევე ინსტრუქტაჟი, როგორც ჩვენ გუშინ. გუნდებად არ დაიყოფიან პირდაპირ ყველას ექნება შესაძლებლობა, რაც უნდა ის გატესტოს, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, სერგის და ბექას შევუერთდით და დღესაც გავტესტავ რაღაცეებს, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე უარის ხმა მე ნამდვილად არ შემეძლო. შენ თუ გივლია აქამდე ბაგზე ან კვადროზე და როგორი გამოცდილება იყო? კომპანიას აქვს პრაქტიკა ტრანსპორტერს. ყველას გატარებენ? პრაქტიკა აქვს ასეთი და გვაქვს ხოლმე საკუთარი ტექნიკის გატესტვის გამოცდილებს. შენ თუ არის შენი ტექნიკა როგორი, რა სიამოვნება, რა ეფექტი აქვს, რა ექშენი აქვს, ამას ვერ გადასცემ მე მეორე მხარეს მომხმარებელს. ამიტომ ეს პირველი აუცილებელი პირობაა, რომ ტექნიკა რაც ყავს, რაც შემოყავს, კი. მოკლედ ეხა დღეს დავიწყებთ ისევ ტესტინგს და რა ვიცი, მე მგონი მალე სერგით შემოგვიერთდება და მე მგონი საინტერესო დღე გველოდება. ერთი-ორი სიტყვით ვკითხავ სერგის დეტალებს, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს აი ტრანსპორტერის იდეა საიდან გაგიჩნდა, აი რატო? აი ეს ბაგები, კვადროები. ჩემი ჰობი გახდა პრაქტიკულად ბიზნესი. მინდოდა რომ ყოლოდა, ესე ვთქვათ, სრულად ტექნიკურად ხო ყველაფერი, ასევე სრულად გამართული ყოფილიყო ეს ტექნიკა და შესაბამისად იმ პერიოდში არ არსებობდა კომპანიას, რომელთანაც შეიძლება და მისვლა და შესაბამისად სერვისი მიგებო, ვთქვათ, ყიდვა, ვთქვათ, ნაწილის ყიდვა, სამურავის და ამ შემდეგ და მაშინ გადავწყვიტე ტრანსპორტერი დამეუფუძნებინა და პირველი BRP იყო, ბომბარდიერი იყო, კი BRP იყო და მე აი BRP-ს პრაქტიკულად მოყვა ერთ ბრენდს, მეორე ბრენდი, მეორეს, მესამე, მეოთხე. ეხლა რამდენი ბრენდი არის დაახლოებით? საერთო ჯამში ჩვენ ეხლა ბევრ მიმართულებებზე გავიყავით რა. 80-ზე მეტ ბრენდს წარმოვადგენთ ოფიციალურად და ექსკლუზიურად საქართველოში და მათ შორის რაღაცა ნაწილ ბრენდებს სომხეთში და აზერბაიჯანში. ანუ რეგიონალური წარმომადგენლები ვართ რაღაცა ბრენდების. კი, და ასევე ტრანსპორტაში როგორც ვიცი, სერვის ცენტრი გვაქვს ძალიან მაგარი, იმიტომ რომ მე დავათვალიერე და ძალიან დიდი მასშტაბური. კიდე ხა გავაფართოვეთ სერვის ცენტრი, პრაქტიკულად გავაურმაგეთ, ესე ვთქვათ, სერვის ცენტრის საერთო ფართი და შესაბამისად ტექნიკოსების რაოდენობა. რა არის სამმაულო გეგმები ისეთი ხო არაფერია, რაც შეიძლება გავუზიაროთ მაყურებელს. ჩვენ ავჩერდებით, სულ ვითარდებით, ვიმატებთ ახალ ბრენდებს და შესაბამისად იმ დიდ კომპანიებს, იმ დიდ ბრენდებს, რომლებსაც 10 წლეულები და შეიძლება ზოგს 100 წლეულები გამოცდილება აქვს ევროპაში და დასავლურ და განვითარებულ ქვეყნებში, მათთან მოლაპარაკებებით, მათი ესე ვთქვათ წარმომადგენლობის გაკეთებით საქართველოში და შემოყვანით, ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთებთ ძალიან მაგარ საქმეს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს განვითარება შემოგვაქვს, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ ქვეყანაში. წარმატებები მოკლედ თქვენ და დიდი მადლობა. ისევ off-road ტესტები. კი ბატონო, დიდი მადლობა. ეხლა კი მეგობრებო, ერთ მთელ წრეს გავაკეთებ ბაგით, ზიათით და რეისინგ დრონით გადავიღებთ ამ ყველაფერს. ნახოთ აბა მთელი ტრეკი როგორი გამოვა. წავიდა. წავიდა. Let's go. არა კაცო, არა პროსტა. ახლა მანქანა გადმოვატრიალე, მაგაზე ნერვიულო. კიდე კიდე სამბოლნათლული ხარ აგინდა რა ხახტება ხოშიდობა ვინაშალი. არა, არაფერი, პროსტა ამაზე ვდარდობ რომ მოვტეხი ამ ხელაფარი უკან ამ ხარე. კიდე შევიდა. არა და იმენ რამეს მაინც დავჯახე მოდი იმენ არაფერი არის და პროსტა მოსახლე.
არა უშავს მეტის ხალხი ჩვენ არ მანდა. გადასავალია. ვიდეოში ვიდეოდი ახ რო გადახვედი. აუ, არ გადართო. ორზე არ გადართო, არა და გადავრთე გზაში. არა, აი ახ რო ჩახვედი, ხმა გავიგე და არ იყო ეგ გადართული, არ ჩააგდო და ოთხივე ვიდეოში შეხვედი. I'm so sorry. I was not expecting that. მოკლედ მოხდა ეგეთი რაღაცა, რომ არ გავაჩერე ხიდების გადართვის დროს. და მე ნანა სიჩქარის დაკარგვა და მეთქი გაიტანს მეთქი რა. და გადავრთე ორი ესე ვთქვათ 4 forward-დან გადავრთე 2 width-ზე და არ გადართო უკანა წამყვანზე და ნუ დრიფტს ვაპირებდი და წამიღო. So sorry all. ესე გამოიყურება აქეთ ამ ხარე. მაგრამ ამ გადატრიალებით გამოსთა ჩააბარა ზიათმა და აუცილებლად მეყოლება. და ფრთხილად ვივლი 4-4-ზე როცა ვიქნები, იმიტომ რომ 4-4-ზე დრიფტი არ შეიძლება. ლოგიკურია. შეიძლება რა, ეხლა ფრთხილად უნდა იყო ალბათ და. Yeah, it was very safe. Like I go, boom. But helmet, the belt is necessary. დატყვილად დავისვარე, იქ აღმართზე ავედი ძალიან ჩქარა, მეთქი სიჩქარე არ დავაგდო, წყალი ჩამომესხა, მაგრამ მეთქი კარგია, ვიდეო საკაიფოდ მიდის. და მაგარი ფინიში ქონდა ვიდეოს. აუ ეხა იქ ასვლა არ მინდა, იმდენი ხალხი იყურება აქეთ. ყველა დამიწყებს ყურება. თავარია სერგიმ დამირეკა იქიდან და არის დარდო არაფერზეო. ხდება ხოლმე მონათლული ხარო და ტრანსპორტერის დამფუძნებელი მაგას რო გეუბნება, ესე იგი ოკეია. ამ CF მოტოს წარმომადგენლებაც არა უშავსო. ჩვენ ერთი ცუდი ნაკლისა აქ ამ ყველაფერს რო ფეხით მომიწევს ასვლა. არ გადააგდო. იმიტომ რომ არ გავაჩერე, დამენანე სიჩქარის დაგდება ბეჭკვიანს. უკრადა. ელაკვალა. მეთქი სერგიმ დარეკა მეთქი და არა უშავსო თქვა მეთქი არა. არა უშავს, გადაო. მოკლედ ველოსიპედით დავილეწე ძალიან სერიოზულად კიბეებზე, მთელი სხეულით ეს გაშაშებული წექი 2 თვე და მაგის მერე გადავეშვი ველოსპორტში. იქ გამახსენდა. ბიჭო, არ ველოდი, ბოლო წამამდე ველოდი რომ მეთქი გავსწორდები და ნენელა ბუმ. იმენა გავიგე. ოღონდ ეგ რისი ხმა იყო, იცი, ეგ მაგის ხმა არ იყო. ეგ high gear-ზე გადავრთე და გადართო მაგარ. ეგ მაგის ხმა არ იყო. ეგ low-დან high-ზე გადავრთე. ნახადო. უნდა გააჩერო. გააჩერო. ხალხი არო კარგად თბილი დროში ჩაჭდეს. გამეჩერებინა ზემოთ. არა უშავს. აქეთ იმენა ძალიან ის იყო. ხო, მოწრილად დაიყურებოდნენ? დას ვაიქ ვიდექი, ის წორზე ვიდექი. ხალხი რო შემოვარდა, ის რამე ხო არ გჭირსო და იქი არაფერი როცა გავტეხნო ადამიანის კვანტისა. იგეხოლოს კასკა. ხვედი. გადაკრული და ხელი არ ქონდეს გარეთ გადაწეული. ნუ ძველი ბიჭი. რა, ხელზე? არ მახსოვს ეხა ეგ დეტალურად. არავითარ შემთხვევაში რულს ხელი არ უნდა გაუშვო. ეგ ეხა არ ვიცოდი. გადმოყირავების. ვიდეოს რომ ნახავთ საინტერესოა. ვიდეო გადმოყი ჯვარი წერია ხელში. ან შეიძლება ხელი გაგეჩიტოს და ხელი გაარტყა. ჩვენი ტრიპი დასასრულს მივუახლოვდა მეგობრებო და აი აქიდან ულამაზესი ადგილიდან ზაფხულში აკაურობა არის საოცრება პორტუგალიის სანაპიროდან მინდა დაგემშვიდობოთ. უღრმესი მადლობა ეკუთვნის ტრანსპორტერს, იმიტომ რომ მათი დამსახურებით მოხვდით აქ. მადლობა ეკუთვნის სერგის ტრანსპორტერის დამფუძნებელს და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და საინტერესო გეგმები, სხვათა შორის კონტენტის მიმართულებითაც. ამ ყველაფერს ნახავთ არხზე, ჩემთან ასევე Instagram-ზე შეგიძლიათ გადმოხვიდეთ და ასე შემდეგ. შესაბამისად, დაგემშვიდობებით, აი სერგით შემოგვიერთდა და დაგემშვიდობებით, შევხვდებით უმაგრეს ადგილებში, უფრო მაგარ ადგილებში, უფრო მაგარი თავგადასავლებით. უმაგრესი რაღაცები ელოდება ჩვენს მაყურებელს. დარჩით ხაზზე, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.